აქციების დაწყებიდან და რადიკალების ქუჩაში ხეტიალიდან 133 დღეზე მეტი გავიდა. თუმცა მე პროტესტაები რატომღაც 33 დღეს მალავენ და საკუთარი კალენდრით ითვლიან და მე-100 დღეს აღნიშნავენ. რეალურად მათი ქუჩაში გამოსვლები არჩევნების შემდეგ 27 ოქტომბერს აიწყო, როცა ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება და 1,200,000 ადამიანმა მხარი მშვიდობას, ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობას დაუჭირა. მაშინ ქუჩაში გამოსულები გვიმტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ფიციმწამს ბოლო მაკვირვებსო ნათქვამია და ვერც მტკიცებულებები წარადგინეს, ვერც არგუმენტები, ვერც მათემატიკური უნარები და ვერც ლოგიკა. მოკლედ, ყვიროდნენ, კეტავდნენ ქუჩებს. მაგალითად, ჭავჭავაძეზე დაბანაკებულებს შორის ერთი ხანი გვარამიაც იყო და ახალგაზრდებს არწმუნებდა, ჩემნაირი სუფთა და ნათელი წარსულის მქონე კაცმა მოიგო არჩევნები, მაგრამ ოცნებამ 300,000 ხმა გამიყალბაო. იმათაც სჯეროდათ და ხან ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს ესხმოდნენ თავს, ხან მანქანით მიმავალ ორსულებს, ხან ტიროდნენ. ჩვენ აქვს ხედვართ და ხალხო, თქვენ როგორ გძინავთ მშვიდად სახლებშიო? მე რომ თქვენთვის აქ დღეს და ღამეს ერთმანეთისთვის ვასწორებ, თქვენ ჭირდებით, რომ იგივე გააკეთოთ ჩემთვის. მოკლედ, ბევრი იარეს თუ ცოტა ხალხი ვერ დააჯერეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ან როგორ უნდა გჯეროდეს, რომ ასობით ავტობუსით 100,000-ობით ადამიანი აქეთ-იქით ატარა ხელისუფლებამ ხელმეორედ ხმის მისეცემად და 1000-ობით დამკვირვებელი, რომელიც უბნებზე ჰყავდათ განაწილებული ოპოზიციას, ვერაფერს ამჩნევდა. მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს ასეთ. 100,000 ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა. 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა არის ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემს ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ასე გადიოდა დღეები, კვირები, მერე მოხტმა ციკლო. ან რა მოხტი უნდა ჰქონოდა აქციას, რომელიც ალოგიკურ ტყუილებს ეფუძნებოდა. ნოემბერში ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი საქართველოს შანტაჟს გარე ძალების მხრიდან და განაცხადა, იქამდე სანამ ევროკავშირი მოლაპარაკების ფანჯარას თავად არ გახსნის, აღარ მოახდინოს საკითხების ინიცირება. ასევე უარი თქვა რაიმე სახის საბიუჯეტო გრანტზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რადგან 2030 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ გეგმავს, შესაბამისად ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ევროინტეგრაციის საკითხი გარე ძალებს ქვეყნის შანტაჟისთვის აღარ გამოაყენებინოს. ხო და ქუჩაში მოხეტიალეთა დავარდნილი მუხტის ასაწევად ოპოზიციამ ყველაფერი გადათარგმნა და დაასკვნა, რომ ქართული ოცნება რუსეთისკენ მიგვექანება და ევროინტეგრაციაზე უარს ამბობს. აქციებმა ამ დროისთვის ძალადობრივი სახე მიიღო. მოლოტოვები, ქვები, ბლაგვის საგნები, დამიზნებით გამოყენებული პიროტექნიკა. სიტუაციის გასამწვავებლად ყველა ხერხი გამოიყენეს. ახალგაზრდების რადიკალურ ნაწილს ამარაგებდნენ პიროტექნიკითა და მოლოტოვებით. ამასობაში ფონდები შეიქმნა, რათა გარედან შემოსული ფული აქციის მონაწილეებამდე ბევრად მარტივად მისულიყო და სიტუაცია უფრო დაძაბულიყო. ნანუკას ფონდი ლობიანებით, ხაჭაპურებითა და ნიღბებით ამარაგებდა მათ, ვინც ყველაზე მეტ ზიანს მიეყენებდა პოლიციელებს. ხოშტარია შტაბი ბენზინისა და პიროტექნიკის საწყობად აქციეს. ყველაფერი რაც აქ არის იმისთვის, რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა უკანონო არაკონსტიტუციურ ხელისუფლებად, რა თქმა უნდა. პიროტექნიკაც, საღებავების, ყველაფერი არის პროტესტისთვის. ყველაფერი არის ბენზინი არის გენერატორისთვის, გენერატორი არის პიკაპისთვის, პიკაპი არის პროტესტისთვის, ლაზერები არის თქვენ შესაძლებლად იმისთვის, რომ პოლიციელებს ვანათოთ. კი, რომ შევანათოთ. პიროტექნიკა რომ ვისროლოთ, კი, რომ ვისროლოთ აქციაზე. დაშავებული პოლიციელები, დალეწილი და განადგურებული რუსთაველი.
მერე დაიწყო მარშები, მსვლელობები, ჭორიკანა მეზობლების, ყოფილი ცოლების, გაბრაზებული სიდედრების, მოკლედ, აბსურდის თეატრი. მარშებიდან სატანისტურ რიტუალებზე გადავიდნენ. ხან ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. ხან მჩხიბავები მოიყვანეს, ხან კუბოს ფორმის ტორტი შეჭამეს. თანდათან მუხტმა ციკლოდა ხალხიც მიხვდა, რომ არც რუსეთში მიგვაქანებს ვინმე და არც ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ. ქართულმა ოცნებამ ღიად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ევროპა ღირსებით და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით. თუ ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკების ფანჯარას, საქართველო მზადაა დღესვე მოაწეროს ხელი, მაგრამ არ დაუშვებს შანტაჟსა და ზეწოლას ქართველ ხალხს. რაც ცალსახა და მთავარი მოთხოვნა და დაკვეთაა ხელისუფლების მისამართით მისი 1,200,000 ამომრჩევლის მხრიდან. თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არა ვართ, რა პრობლემაა? გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ დააშანტაჟოს ქართველი ხალხი. ამიტომ ნარატივი, რომ ქვეყანა რუსეთის გუბერნია ხდება და ჩელიაბინსკის ჰავა თანდათან გვეპარება, ჩავარდა. თვითგამოცხადებული პრეზიდენტის როლიც მობეზრდა ზურაბიშვილს. გაწბილებული ოპოზიციაც და ქუჩაში დარჩენილი რამდენიმე ათეული ადამიანიც იმედგაცრუებული დარჩა. ამასობაში ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი აღარ ჩანს ჰორიზონტზე. მეტიც, გვარამია ორ თვეზე მეტია საქართველოში არც კი ყოფილა. ზოგმა რადიკალმა აქტივისტმა თავის რადიკალიზმს საქართველოში რომ ხეირი ვერ უპოვნა, ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. ტრამპმა თავდაყირა დაატრიალა მათი მძივებივით ჩაწყობილი ნარატივი. რა რუსეთი, რა LGBT, რა ომი და რა მონობა. ახლა მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და ქართული უნიათოებიც ახალ ნერვულ შეტევებს ვეღარ უმკლავდებიან. რთულია ალბათ გააცნობიერო, რომ მოგატყუეს. გამოგიყენეს, მერე მიგატოვეს და ახლა ის ვალდებულებები, რაც ფულის აღებისას დაგეკისრა, ბოლომდე გაქვს შესასრულებელი. მაგრამ ამის არც ძალა, არც რესურსი და უკვე აღარც ნერვები შეგრჩა. ამის ნათელი მაგალითი იყო 2 დღის წინ გავრცელებული ეს ვიდეოც. ნუ წევი ხარ მეთქი. ნუ წევი ხარ. მიბრძანდი, ნუ წევი ხარ. დაეცი პასუხი მე, მიბრძანდი. 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 ნუ წევი ხარ, გოგო. აგრა იყვირე კიდე. კიდე ხმამა. კიდე. ხოდა საქართველოში უკვე მზიანი გაზაფხულია. ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. არც ჩელიაბინსკში გაგვიღვიძია და არც წითელ მოედანზე ვსვამთ არაყს. ბორდო არის ღვინის ქალაქი, მაგრამ პარიზში ვსვამთ ხოლმე ჩვენ ღვინოს და არ გვინდა რომ ჩელიაბინსკში მოგვიწიოს არყის ძალევად. თუმცა ჩვენ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ ვიპოვეთ. 133 დღეს. რატომ აღნიშნეს მე-100 დღე და სად წაიღეს 33 დღე, რომელიც ქუჩაში გაატარეს?